მოგესალმებით, ხალხო, მოგესალმებით და გულწრფელად გავვრებით. ძალიან საინტერესო გადაცემა იქნება. შემზარავ ციფრებს მოისმენთ. მე გამიხარდება თუ მშობლები უყურებთ აი ამ გადაცემას და დაფიქრდეთ თქვენი მშობლების შვილების მომავალზე, თქვენს მომავალზე. იმიტომ რომ ჩვენ ახლა ისეთ თემებზე ვისაუბრებთ, მე დამეწუნეთ შოკის მომგვრელი ფაქტები გვექნება აგერ აქა თქვენთან გადმოსაფენი და დაელოდეთ და მოусმინეთ ძალიან საინტერესო ადამიანი გახლავთ ჩვენი სტუმარი ბატონო ალიკო მაჭარალის და დავით მაჭარაშვილი იგი გახლავთ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის ინსპექტორების სამმართველოს უფროსი. აი რამდენად ეფექტურია მედიკამენტების გაყიდვის ახალი რეგულაციები ნარკომანიასთან ბრძოლაში. მინდა გითხრათ რომ მე მართლა გაოცებული ვარ და ეს არ ვიცი ალბათ აი ამ ხელისუფლების თუ კი რაღაცა ისეთი მიღწევა იქნება დაფიქსირებული როდის ბეჭევრიკანა ისტორიკოსის მიერ ალბათ ეს იქნება. აი მოდით პირდაპირ გეტყვით მიშას დროს, აკაშვილის დროს აი მე მგონი სადღაც 4-5 წელს უკვე დაიწყო ვითომ ბრძოლობდნენ ნარკომანების წინააღმდეგ გახსოვთ ალბათ ქუჩაში რაღაც იდიოტური წარწერების გაშდა, ყველია და რაღაცა და რეალურად არაფერს არ აკეთებენ. 7 თუ 9 ტონა ჰეროინში შემოდიოდა საქართველოში და 2 ტონა აქ ილექებოდა. მე აი 2005 წლიდან რაღაც საზღვრობა გახდა ეს რაღაცა ნიანგი თუ კაკაზილი თუ რაღაცა და აი ახლა აგერ ბატონი დავითი სანამ დავიწყებდით გადაცემას ციფრები მომიყვა თავზე არ დამცემი. მივხედოთ ხალხო ბავშვებს დავით ბატონო დიდი მადლობა რომ გესტუმრეთ. ეს მართლა ექსტრაორდინალური იყო ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიება ამ ნარკომანიასთან ბრძოლაში რაღაც რეგულირების ეფექტური მეთოდის შემოღებით აილაგმოს ის რაც აი მასობრივია მე ერთხელ მოვყვევი კიდევაც ერთ-ერთ ტოტალურად კომაში ჩავარდნები ახალგაზრდობა ხანსალტარია ხანსა და ყველა საავადმყოფოში ღამე რეანიმაციაში ყავთ ეს რიყები მათ რა წვეთოვანზე დამჯდარები და საზღვრობები ხდება და დავით ბატონო მოდით აი ციფრები ფაქტები და აი ეს გამოსავალი რო ნახეთ გაქვთ თუ არა იმედი რომ რაღაცა დოზით ეს საშინელება და საზღვრობა აი ფაქტიურად ჩვენი გენოფონდის განადგურების ვიღაცის მიერ დაწერილი სცენარი რეალიზება ხდება და რა ხდება მითხარით. მოგესალმებით ელემაყურებლებს, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. ერთი დავით ვამდებული ვარ რომ გავაშუქოთ ეს. ეს ოდენ აქტუალური თემაა. მოდით პირველ რიგში მოკლედ მიმოვიხილავ რა შეეხება ეს წარმოდგენილი პროექტი, რომლის განხილვაც გუშინ მთავრობის დომაზე მოხდა და მთავრობის ინიციატივით საკანონმდებლო ორგანოში წარგება განსახილველად. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი შეეხება კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკული სამკურნალო საშუალებების აღმოფხვრას და ერთ-ერთი პრევენციული ღონისძიება იმ მიმართულებით, რომ აფთიაქებიდან სამართალდარღვევის გზით არ მოხდეს იმ ნივთიერებების გაცემა, რომელიც გამოიყენება კუსტარულად ნარკოტიკული საშუალებების დასამზადებლად. დღეს მდგომარეობით საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი ეგრეთ წოდებული ნიანგი კრაკადილი ეს არის კუსტარულად დამზადებული დეზომორფინი, რომელიც მზადდება კოდეინის შემცველი კომბინირებით. დეზომორფინი არის სინთეთური ნარკოტიკული საშუალება, კოდეინის თავისთავად არის ნარკოტიკული საშუალება. კი, რა თქმა უნდა, თრობას ჩვეულებრივ ნარკოტიკულ თრობას იწვევს ეს დეზომორფინი, გააჩნია რა დოზით არის მიღებული. და კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატებიდან კუსტარული გზით ხდება დეზომორფინის მიღება, რომლის გამოყენებაც ხდება შემდეგ და რა შედეგებიც აქვს კარგად ერთობაში იყენებენ ეს და ჯანდაცვაში როგორ იყენებდნენ დეზომორფინი როგორც ესე კლასიკურად საქართველოში რეგისტრირებული არ არის დეზომორფინი არის სინთეზური მორფი რომელიც არა თრობისთვის ამ საქართველოში ჯანდაცვის აფთიაქებში ხო ეს ალბათ იყენებენ არა ეს არის სინთეზური მორფი რომელიც მიიღება კოდეინის გადამუშავებით რა და რომელიც თრობისთვის მიიღება კოდეინის იმ კომბინირებულ პრეპარატს ფარმაკოლოგიური ჯგუფების მიხედვით თავის დანიშნულება რა თქმა უნდა აქვს, როდესაც თერაპიული დოზით და სულთა მიმართულებით, სამედიცინო დანიშნულებით, თქვა ექიმის დანიშნულებით გამოიყენება. ნუ არის იქ ხველების საწინ აღმდეგო, ტკივილ გამოყუჩებელი ეფექტიც აქვს, არის ასევე აქტუალური ისეთი კომბინირებული პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ეფედრინს, ფსევდოეფედრინს, ნორეფედრინს, რომელთა კუსტარული გადამუშავების შედეგად ხდება
ამფეტამინების მიღება, ესეც არის ნარკოტიკული საშუალებები საქართველოს კანონმდებლობით და მათი გამოყენებაც იწვევს, რა თქმა უნდა, ნარკოტიკულ თრობას. ეს არის ეგრეთ წოდებული ვინტი, ჯეფი, შავგუნდერაზე, როგორც არის საზოგადოებისთვის ცნობილი. მოკლედ, ამ ნივთიერებების შეძენა დღეს მდგომარეობით ფარმაცევტული პროდუქტის სახით, სამკურნალო საშუალების სახით ადვილია და ხელმისაწვდომი არის ფარმაცევტულ დაწესებულებებში, აფთიაქებში. მე ვთხარით, რომ ინტერნეტშიც კი არის, რომ გამოფენილი როგორ უნდა დამზადდეს. კი, რა თქმა უნდა, არის. შესაძლებელია, მართალია, ეს სამკურნალო საშუალებები დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით მიეკუთვნებიან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებებთან გათანაბრებულ პრეპარატებს და მათზე ვრცელდება გარკვეული რეგულაციები, კერძოდ ისინი უნდა გაიცეს აფთიაქიდან შესაბამისი რეცეპტის საფუძველზე, ფორმა ნომერი 2 სარეცეპტო ბლანკის საფუძველზე. თუმცა სამართალ დარღვევით აფთიაქებიდან ძალიან ხშირია, ხშირი კი არა მასიურია, პირდაპირ შემიძლია ესეთ შესფასება გავაკეთო ურეცეპტოთ მათი აფთიაქებიდან გაცემის ფაქტები. აი გამოკლეული შესწავლილი არის, კი მოგახსენებთ მე თქვენ მოკლედ გაფრთხილდა მემორანდუმი შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჯანდაცვის სამინისტროს შორის, ასევე გამოიცა ორი მინისტრის ერთობლივი ბრძანება, რომელთა საფუძველზეც ინსპექტირების ღონისძიებები განხორციელდა მიმდინარე წლის 16 ოქტომბრიდან 1 დეკემბრამდე. შემოწმდა 27 ავტორიზებული აფთიაქი ქალაქ თბილისში განთავსებული. შედეგები კატასტროფულია, კერძოდ ამ 27 აფთიაქიდან, შემოწმებული აფთიაქიდან დადგინდა, რომ რეცეპტის გარეშე გაცემული არის 3.457.000 ტაბლეტი კოდეინის შემცველი, ხოლო კოდეინის შემცველი 3.5 მილიონი კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატი. მოკლედ, როდესაც შედარდა მონაცემები წინა შემოწმების დროს არსებული ნაშთის მიღებული რაოდენობის, ბოლო შემოწმების დროს ადგილზე ნანახი ნაშთის და რეცეპტების მონაცემების ურთიერთშედარებით დადგინდა, რომ 99.99% ურეცეპტოდ არის გაცემული. ესე იგი, თითქმის 100%. ნუ შეგვიძლია თამამად 0.1%-ზე იქნა წარმოდგენილი მხოლოდ შესაბამისი რეცეპტი. ექიმის დანიშნულება. გამოდის, რომ ლეგალური გზით ქვეყანაში იმპორტირებულია ეს კოდეინის შემცველი კომბინირებული სამკურნალო საშუალებების 99.99%-ის გადინება ხდება უკანონო არხებში. აქამდე ეს არ უნდა დათვლილი ან ანგარიშები წინა. რა თქმა უნდა, დათვლილი იყო. რატო გეკითხეთ, ეხლა თქვენ თვითონ ენიალური ფაქტით ბრძანეთ, რომ 0.01% გქონდა მარტო რეცეპტირება. ესე იგი, მოთხოვნილება თუკი მხოლოდ 0.01%-ია. ამდენი რო შემოდის, მე მგონი მაბატეათ რა, არავის არ მინდა და უბრალოდ ფარმაცევტები ღორობენ. რატო შემოაქვთ ესეთი პრეპარატი? რეალურად რა არიციან პოტენციურად რამდენი სჭირდება ეს კოდეინის შემცველი წამალი? სახელმწიფო რისთვის არსებობს? უნდა აკონტროლოს ეს. აი მე ვფიქრობ, ეს დიდი ბოროტება შედგა და მე ხვდები რატომაც ფარმაცევტები იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და აი უკონტროლოდ შემოაძიდინეს მათ. მაბატეეთ რა, შემსუბიექტურ დაკვირვებას გეუბნებით არა. ასვი ამდენი მოთხოვნა არ არის და ამდენი იყიდება. ფაქტურად ფარმაცევტებმა წაახალისეს გაენარკომანებინათ სულ ყველა. ლოგიკით ესეა. განცხადებისგან მე უფლება მაქვს ეს შევხედო ამ ფაქტს. თავში შევიკავდი, მაგრამ შეკითხვა ნამდვილად კარგია. მოდით სანამ გავცემდით პასუხს, წინასწარ მოვიყვან იმ მონაცემებს 2009 წლიდან მასიურად დაიწყო ამ კუსტაულად დამზადებული ნარკოტიკები. უფრო ადრეც იყო, მე ვამბობ, რომ მასიურად. ჩვენ რო ავიღოთ იმპორტის მონაცემები, თქვა 2006 წლიდან რა თქმა უნდა, დღეს კატასტროფულად იზრდება. აი კატასტროფულ ნიშნავს მიაღწია კოდეინის შემცველი. ვერ აქცევდა ყურადღება. აი ზუსტად მივალ მაგამდე და ვიტყვი რაღაც აი არნახულ ციფრს მიაღწია 2012 წლის მონაცემებმა, თუმცა არც 2013-ში გვაქვს თქვა მკვეთრად გამოსწორებული მდგომარეობა. 15 მილიონი ტაბლეტი კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატი იყო იმპორტირებული, ლეგალური გზით შემოტანილი. აქ იყო ერთი ნიუანსი. მოკლედ იმპორტის დროს, რა თქმა უნდა, სამკურნალო საშუალების იმპორტის განხორციელებისას
საჭირო არის შესაბამისი ნებართვადი საქმიანობა, შესაბამისი ნებართვის გაცემა. ეს პრეპარატები, როგორც მოგახსენეთ, მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებებთან გათანაბრებულ სამკურნალო საშუალებებს. დღეის მდგომარეობით ცვლილების შემდეგ რა ჯგუფში მოხდება, ამაზე შემდგომში ვისაუბროთ, ცოტა მოგვიანებით. მაგრამ არანაირი ბერკეტი არ იდო კანონმდებლობაში, რომ კომპეტენტურ ორგანოს შეეძლო თქვათ უარი ეთქვა იმპორტის რაოდენობის შემცირებაზე. მოკლედ გაიცემოდა სანებართო მოწმობა, თუმცა გამცემი ორგანო მოკლებული იყო იმ უფლებამოსილებას, რომ მაძიებლის მიერ, იმპორტიორის მიერ წარმოდგენილი განცხადებაში რაღაც გარკვეული კორექტირებები შეეტანა. ეხლა ეს რითი იყო განპირობებული? შესაბამისი ორგანო, მაკონტროლებელი ორგანო, მარეგულირებელი ორგანო ერეოდა, თქვათ, იმ რაოდენობების კორექტირებაში იმ შემთხვევაში თუ კი ეს ნივთიერება ექვემდებარებოდა საერთაშორისო კონტროლს. გაეროს კონვენციებით მოხვედრილი იყო ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების ან და პრეკურსორების სიაში. ეს ნივთიერებები გაეროს კონვენციებით საერთაშორისო კონტროლს კომბინირებულები არ ექვემდებარებოდა. ქვეყნის შიგნით, თქვათ, ქვეყნის საჭირო რაოდენობის განსაზღვრის უფლება კანონმდებლობით შესაბამის ორგანოს არ ჰქონდა. ზუსტად ამ ცვლილებაში ერთ-ერთი მთავარი მოტივი არის ჩადებული, დამატებული არის ქვეყნის შიდა კვოტები, ესეთი ტერმინის დეფინიცია და საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ ასეთ ნივთიერებებზე უფლებამოსილი არის ჯანდაცვის სამინისტრო და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივად განსაზღვრონ ქვეყნისთვის საჭირო რაოდენობა. აი თქვენ გააცნობიერეთ ჯანდაცვამ შინაგან საქმეთა სამინისტრო, მოდი ჩავთვალოთ ეს ბიზინა ივანიშვილის ინიციატივა იყო და ნამდვილად ესე იყო. თქვენ თუ მივხვდით, თქვენ თუ გააკეთეთ. წინა მინისტრი, მისასვლელი მინისტრი, ამას რატო არ აკეთეთ? ინტერესი იყო თუ გულგრილობა იყო? არა, გულგრილობა იყო, არა დაგეთ და მაშინ რა იყო? მოდებული იყო. არა, იყო, ნამდვილად ეხა ნარკოლოგების მონაცემებით 2007 წლიდან უფრო ადრეც ხდებოდა, თქვათ, იგივე დეზომორფინის კუსტარულად დამზადება საქართველოში. თქვენ არ დანეთ 9 წლიდან მასობრივად დაიწყო. 9 წლიდან მასიურად დაიწყო. მაშინ ეს კანონი, რაც თქვენ ახლა შექმნით, ეს მაშინ აემუშავებინა. აი რატო არ გააკეთეთ? ნუ მაგაზე მე მოკლებული ვარ, თქვათ, კომპეტენციის რომ უნდა გაკეთებულიყო, გაკეთებულიყო, ნამდვილად უნდა მიქცეოდა ამას ყურადღება. მე ვიტყვი ერთი რამე შემდეგ, აი არის ნება დღეს გადაიდგა რაღაც რომლისგანაც ჩვენ ველოდებით საკმაოდ კარგ შედეგებს. ამით თქვათ, ნარკომანია, სააფთიაქო ნარკომანია ბოლომდე არ აღმოიფხრება, მაგრამ აღმოიფხრება აი ეს ინექციური გზით კუსტარული ნარკოტიკების მოხმარება. ინექცია ნიშნავს სპეციფიკ გაკეთებას. კი, და თქვენ მეხარით რომ 45000 კაცი იკეთება. დაახლოებით კი არის რეგისტრირებული 45. აი 2012 წლის მონაცემები რო გადავიანგარიშოთ, მოკლედ ერთი ინექციის მოსამზადებლად არის 2.5-3 ტაბლეტი, თქვათ, ეს რამდენი საათი ძლებს ეს მაბადეას ეს კაიფს რო ეძახიან შეიძლება დღეში ორჯერაც გაიკეთოს, მაგრამ არის რომ ერთხელ მოიხმარს, მაგრამ ხა წარმოიდგინეთ 15 მილიონი ტაბლეტი არის დაახლოებით 6 მილიონამდე ინექცია. 6 მილიონი 365-ზე რო გაყო და 40-45 რო გავყოთ წელიწადში მხოლოდ დეზომორფინით, კრაკადილით ეგრეთ წოდებული ერთ მომხმარებელზე 110-115 ინექცია მოდის წლის განმავლობაში. გამოდის რომ მესამე წელიწადი ერთი სახეობის ნარკოტიკით. ამას გარდა ხო არსებობს კიდევ ძალიან ბევრი არის. და ეტაპობრივად ეს ტაბლეტები პერიოდულად იზრდება. აი 12 წელს რა ვერდა? ერთი ტაბლეტი რა ვერდა? 12-ში ეს არ არის ფასების ჩვენი კომპეტენცია. არა, საერთოდ ერთი ტაბლეტი 2012 წლისთვის შეიძლება ლარნახევარიდან 2 ლარზე მერყეობს. კი, ერთი ფირფიტა 15-20 ლარის 15-20 ლარის ფარგლებში ერთი ფირფიტა. რა თქმა უნდა, იმას ჭირდება სხვა რაღაც ინგრედიენტები დასამზადებლად და
ხელმისაწვდომია პლუს ეს კლასიკური ნარკოტიკები შავი ბაზრიდან გაქრა და ყველა ხელი მიუწვდება ყველაზე მთავარი არის ის რომ ლეგალური გზით ხდება შემოტანა ამ მედიკამენტების და შემდეგ აფთიაქებიდან ხდება არალეგალურ არხებში გადინება. ანუ აფთიაქი აქ კი თავისუფლად დამნაშავეა, მაგრამ ძირეული დაბლიდან აფთიაქებთან ბრძოლა არ გვაძლევდა ჩვენ იმ შედეგს, რომ ეს აღმოგვეფრა. ადმინისტრაციული კუთხით ცადეთ ორჯერ გაიზარდა ადმინისტრაციული სახდელები 2012-ში მაგალითად გაიზარდა 2012-მდე 2009 წელს გაიზარდა ადმინისტრაციული სახდელი ურეცეპტოდ გაცემაზე იყო 800 ლარი ჯარიმა პირველ ჯერზე დაწესებული გახდა 3000 განმეორებით შემთხვევაში 2000 ლარი იყო გახდა 6000 ლარი 2012 წლის ზაფხულში ცადეთ კიდევ უფრო გავაორმაგეთ გავამკაცრეთ ადმინისტრაციული სახდელი პირველ ჯერზე 6000 ლარი გავხადეთ 3000 ნაცვლად, მეორე ჯერზე 12000 6000 ნაცვლად. ამან ჩვენ შედეგი არ მოგცა. შედეგი ბოლო ძალიან არა 12000 მომგებიანია დიდი რაოდენობით იყიდება. ეცავს მაგალია. 15 მილიონი გაიგო. ესე რა მაქსიმუმ 23 მილიონი მიიღო აფთიაქები. არა, გააჩნია ახლა ეს თვითიღებულებაზე და ცოტა ფაქტია რომ ლარნახევარებსო. ლარნახევარი ის ტაბლეტი. ხო, 15 მილიონი გაიგო. ჩვენ არ ვისაუბრეთ იმაზე რა ჯდება. ხა მაგი არ არის ჩვენ. 2 ცენტი, 3 ცენტი. აი საშუალო ფასი ევროპაში როგორია? პოტენცია არ არის, ამ საიმპორტო ფასი მოგით 20 თეთრი თქვა და აბა 6 ჯერ მოგება. 6 ჯერ და 10 ჯერ შეიძლება. კი, მაგრამ ეს არ არის მარტო აფთიაქების და რა მინდა რომ ხაზი გაუშვათ. კი, აფთიაქი არ უღებს თავისას. გასაგებია ხა ფარმაცევტული ბიზნესი გარედან შეიძლება ძალიან მომხიბვლელი არის იმ დილეტანტი ხალხისთვის შედის იქ სირთულეებს ხდება მე იზოლებული იყო რაღაც გარკვეული სამართალდარღვევისკენ წასული იყო სადაც უფრო მეტი რენტაბელობა იყო უფრო მეტი შემოსავალი იყო და უფრო უღირდა თქვა ინჟინერის 12000-ს გადაიხიდა და იარსებდა მეორე პრინციპი კიდევ თქვა კაუნდებობაში ერთი ხარვეზი დაშვებული რომ თქვა დაჯარიმდა თქვა 3000 ლარიანი იყო ან 6000 ლარი პირველ ჯერზე განმეორებითამდე არ მიდიოდა იმიტომ რომ იგივე მისამართზე სხვა იურიდიული პირის სახელით თუმცა იგივე მფლობელი შემოდიოდა უკვე მაძიებლის სახით რომ გამიუქმე ისნება იმნებართვას აუქმებდა და იღებდა ახალ ნებართვას აქ მთელი რიგი ეს ასე ვთქვათ ესეთი ოპერაციები იყო რომ რენტაბელური იყო ეს ვთქვათ მაგრამ ყველაზე ნაკლებად რენტაბელური ეს ვთქვათ იგივე აფთიაქისთვის იყო რადგან უმთავრესი აქ თუნდაც იმპორტიორზე ზემოთ არის ვთქვათ ის ნება რომ როგორ ალბათ საკითხის გადაჭრას უმჯობესია თავიდანვე ებრძოლო ადამიანი. ხა რას ველოდებით ჩვენ ამით და რა ცვლილებები არის განხორციელებული. კოდეინის შემცველი კომბინირებული სამკურნალო საშუალებები გადადის ნარკოტიკების კანონის, ნარკოტიკული საშუალებების მეორე ნუსხაში და მათი ოდენობები მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი გავრცელდება ყველა კოდეინის შემცველზე, თუნდაც 1 მგ შეიცავდეს ერთი ტაბლეტი, დაითვლება მშრალი ნივთიერებაზე გადაანგარიშებით და გავრცელდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ესე იგი, მოდი უხეშად რომ ვთქვათ, 0.2 გრამია, დაახლოებით 2 ფირფიტა 21 ტაბლეტი თუ გაყიდა, 22 ტაბლეტი აფთიაქმა ურეცეპტოდ დგება როგორც აფთიაქის დირექტორის, ასევე გამცემის სამართალდარღვევის ჩამდენი პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის კოდექსით ასევე გამკაცრებული არის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კანონში შეტანილი არის გარკვეული ცვლილებები და იმ პერსონალს თქვათ ეგზალება იგივე ფარმაცევტული იგივე საქმიანობა თქვათ 10 წლის განმავლობაში შემთხვევაში 15 წლით მოკლედ ის დამატებითი სასჯელის სახით არის წარმოდგენილი გარდა იმისა რომ დაეკისრება თქვათ რაღაც გარკვეული ვადით თქვათ ან რასაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსი და თქვათ გატარდება ისე რომ დამატებითი სასჯელის სახით ეკისრება ის რომ ეგზალება მას ფარმაცევტული საქმიანობის განხორციელება თუ კი ჩაიდინა ეს დანაშაული. დავით გამარკვიეთ რა მე ცოტა ვერ ვერკვევი ახლა. კარგი რო აი დავუშვოთ ჩამოვახშოთ ეს გამყიდველის და აფთიაქის გავყეს. ვის შემოაქვს? იმას არ იშინია. იმას რატო არ იჭერთ?
იმაზე რატო არ აუძრავთ არა რა თქმა უნდა აქ არ აქვს მნიშვნელობა ებით ჩულქებით ხარ შემეიტანს ვინც ხაქარია რა არა რა თქმა უნდა სახელმწიფო საგადასახადო თუ რა ქვია საბაჟო სამსახური უნდა გაიაროს იმ პრეპარატმა ხო კოდერის შემცველობა იქ არზია ბიჭები დაუთვალო ნეზა და არ გეკუთის ამის შემოტანა გასაგები ზუსტად ეს არის რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება ეს პაკეტს იმას რომ იმას რეპერტუარს აღარ მივცემთ ჩვენ იმაზე მეტ საჭიროებაზე რაც ქვეყანას რეალურად აი ეს მაინტერესებდა გასაგებია იმას თუ შემოიტანს და თუ კი აფთიაქიდან მისი უკანონოდ გაცემა მოხდა უკვე ამაზე აგებს თორე იმპორტიორი ვერ შემოიტანს ამას იმაზე მეტ რაოდენობას რაც ქვეყნის საჭიროებებს ეს კარგია კარგი რეკლამაზე გამიშვით კვირდებით ნახევარი საათი თქვა გავაანალიზოთ ეს ყველაფერი დაგალოდეთ ხალხო და დამეწვინე ძალიან დიდი ციფრია 45,000-ია ახალგაზრდა აი ამ იდიოტობით ილპობს ორგანიზმს ეს ჩვენი ისა ნაციის უმნიშვნელოვანესი შემადგენელია 40,000 ძალიან დიდი ციფრია 45,000 დაგალოდეთ გავაგზავნებთ ამ თემაზე საუბარს